ინკარნაციების პროცესში ადამიანის სქესი იცვლება და თუ კი არსებობდა სიძულვილის დიდი ვნება, შეიძლება ეს სუბლიმირდეს სიყვარულში. იმისთვის რომ მტრებს დავაღწიოთ თავი, კარგია რომ უბრალოდ მოვშორდეთ მათ. საერთოდ არ ვიფიქროთ მათზე. განურჩევლები გავხდეთ მათ მიმართ. ახლა კი გავშალოთ კარმის სახეები: მომწიფებული კარმა, მოუმწიფებელი კარმა და ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური. პირველი, მომწიფებული კარმა. იგი მოდის მოვლენების სახით. მომწიფებული კარმა უნდა გამოვისყიდოთ. მეორე, მოუმწიფებელი კარმა მიუთითებს ჩვენი ხასიათის მიდრეკილებებზე, ჩვენს მეხსიერებაში. აზრები, მიდრეკილებები, თანდაყოლილი თავისებურებები, რომელთა კორექციაც საკუთარ თავზე მუშაობით შეგვიძლია. მაგალითად, აგრესიულობა, ცუდი აზრების მოშორება. მომწიფებელი კარმის გამოსწორება საკუთარ თავზე მუშაობითაა შესაძლებელი. მესამე, კარმა შეიძლება იყოს ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური. ჩვენი ხასიათი კარმული დაგროვების შედეგია. მოქმედებს თავისუფალ ნებას პლუს კულტურა, ანუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ნატალში ჩვენ ვხედავთ ბედს, როგორც წინა ცხოვრებების შედეგს, მაგრამ ვერ ვხედავთ მიზეზებს. მთვარე კარმული მახსოვრობაა, როგორც მისი მატარებელი. მინორული ასპექტები არ ქმნიან მოვლენებს, ისინი მიუთითებენ კვალზე, წარსულის ნარჩენებზე, ან მომავლის ჩანასახებზე. ბედი ეს კარმის შედეგია. იმისთვის რომ გავიგოთ პასუხი კითხვაზე, რატომ ასეთი ბედი, უნდა გავაანალიზოთ მეხსიერება. როგორ ცხოვრობდა ადამიანი წარსულში. ნატალურ რუკაში ვნახოთ მეოთხე სახლი. ასევე ვნახოთ, რამდენად ადრე ცხოვრობდა ადამიანი, რა საქმიანობდა, როგორ დაასრულა თავისი ცხოვრება, როგორი იყო აღსასრული. აღმავალი კვანძი მთავარია, ხოლო დაღმავალი კვანძი მიუთითებს წარსულთან ურთიერთობაზე. ჩვენ გადავდივართ ახალ ერაში, ჩნდება ახალი რასა. ყველა სული უნდა ინკარნირდეს დედამიწაზე. გახსოვდეთ, ადამიანის ხასიათს მოტივაცია ქმნის, მოტივაცია ქმედებებს ქმნის, ქმედებები კი მოვლენებს ქმნის. და ბოლოს, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.